Შეეხება ზვიად და ჩვენ მდგომარეობას, დღესაც საუბრობდით, ყველა იქ შეწუხებული არის, იმიტომ რომ ყოველდღე რაღაცა ყველა იქ თითქოს ერთმანეთს ვიცნობთ, სხვადასხვა პროფესიის ადამიანების, სხვადასხვა ხედვის თუნდაც, მაგრამ ერთად ვართ. და რაღაცა ეს მუდმივი პროტესტი მიმდინარეობს და ყველა არის შეწუხებული, რომ ზვიად, იმიტომ რომ ამ ადამიანს ჯერ როგორც პოეტი, როგორც მოქალაქე, სიკეთის და კარგის მეტი ჩვენი ქვეყნისთვის არაფერი გაუკეთებია აქაც, დასავლეთშიც. რომ იყო წასული და მე მართალიურად ბევრს ვერაფერს ისეც ვერ ვიტყვი ამ მთავრობაზე, იმიტომ ერთ შემიძლია თქვა, რომ ყველაფერია მოსალოდნელი, ხა რაღაცა დამთავრდა ერთი ის რაღაცა პოლიტიკოსები, ახლა არ გვიქრის ხო რამე მსახიობები დაკავებული პოეტები და ალბათ ესე გაგრძელდება, იმიტომ რომ მე მაინც ვამბობ ამ ტერორს ექნება ის შედეგი რაც ივანიშვილს სურს. ბატონო? ამ ტერორს ექნება ის შედეგი რაც ივანიშვილს სურს. თქვენს გარშემო ახლაც რუსთაველის გამზირიდან მოდიხართ. რა განწყობები? განწყობები ისეთია, საბრძოლო, რა თქმა უნდა და იქ ვიდგებით სანამ არ მივიყვანთ ამას დასასრულამდე და გამარჯვებამდე, მაგრამ ობიექტურ სურათსაც უნდა შევთხრათ. ხედავთ რომ წმეხი არის გაუგონარი. მაინც ეს შემიძლია თქვა, რომ ეს ჩვენი ქართველი ხალხი ხო რაღაც ალბათ დამნაშავეა ჩვენი საზოგადოება, რომ აი ეს პოლიტიკოსები დააკავეს, ეხლა ეს ზვიადრატიანი დააკავეს და ეს რო აკავებენ, იმიტომ რომ ეს სიჩუმე შიში უნდა დაძლიონ, იმიტომ რომ პროტესტის გარეშე კაცობრიობა ვერ ვითარდება და აქედან გამომდინარე, აი ამბობენ აი შეიძლება შიში უნდა გადატეხავენ, როცა საჭირო არ ვიცი, ყოველი დღე რაღაცა უფრო აქტიურად უნდა იყოს ჩართული ხალხი და უფრო მეტი სიმამაცე გამოიჩინოს. მე ხა ყველას ვერ მოთხოვ ის გმირობას, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს სიჩუმეც, თუ რომ მიადგებიან მე მათაც ხო და აქედან გამომდინარე ეს დუმილი გამოუტანს მაგანაც. მე ერთი მოქალაქე სულ ვიგდგევარ, იმიტომ რომ მაგ პროტესტი გზნობა, მინდა რომ ჩემი ქვეყანა იყოს აი დიდი ევროპული ქვეყნის ნაწილი და ვართ ესე და უბრალოდ აი ერთი ნაბიჯი გვაქვს, ყველაფერი არის, მაინც ჩემი მე ესე მგონი ხომ აბა ცოტა ღელა არის აი ჩვენ ქართველ ხალხი, თუ ჩვენი ქართველი ადამიანები მოინდომებენ და დაძლევენ შიშს, ალბათ ამ ნაბიჯს გადადგამენ, აი ეს ყველაფერი მე მგონი რომ ძალიან მალე დასრულდება.